მოგესალმებით, ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. დღეს მსურს გესაუბროთ დამოუკიდებლობის დღეზე და იმაზე, თუ ნამდვილად ვართ თუ არა დამოუკიდებლები. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში უკვე ქართველები ნელ-ნელა ვხდებით უმცირესობა, რადგანაც ჩვენს ადგილს იკავებენ ჩამოსული მიგრანტები, რომლებიც უკვე 10,000-ობით, 100,000-ობით და მილიონობით ჩამოდიან. ამის დასტურად კი საკმარისია მიმოვიხილოთ თბილისსა და ბათუმში მიმდინარე ეთნიკური და დემოგრაფიული ცვლილებები. ქართველები ტოვებენ ამ ქალაქებს, ხოლო უცხოელები იკავებენ რუსები, ინდოელები, პაკისტანელები და დანარჩენი აზიელები, რასაც ემატება აფრიკელებიც. იმიტომ რომ უვიზო რეჟიმი ყველა იმ სახელმწიფოსთან არის გახსნილი, ვინც არის რუსეთის სატელიტი. და თავად რუსეთთანაც რასაკვირველი, იმიტომ რომ ეს რეჟიმი თავად რუსეთის სატელიტია. და ახლა კი მინდა მივმართო ჯარს, რომელ დამოუკიდებლობის დღის აღლუმს ესწრებით თქვენ ხვალ? ან ვის წინაშე დებთ არალეგიტიმური მთავრობის წინაშე, რაზეც უკვე არაერთი ქართველი მიგანიშნებთ და მოგიწოდებთ, რომ ეს მკრეხელობა არ ჩაიდინოთ, იმიტომ რომ ასეთი რეჟიმის აღლუმზე დასწრება არის არალეგიტიმური რეჟიმის აღიარება და მეორე და გმირთა ღვაწლის გათელვა. ამას ნებისმიერი ქართველი გეტყვით და მათ შორის მეც. მაგრამ ამავე დროს, რომ ქვეყანას უბედურება ეწვია მიგრანტების სახით, ამაზე თუ გიფიქრიათ, ჩემო ჯარისკაცებო, რომ მალე ეს მიგრანტები ჩაგანაცვლებენ. ისინი აქ სწორედ ამისათვის არიან მოსულები, რომ ჯერ ქართველები ჩანთქან ეთნიკურად და მერე უკვე ჩაანაცვლონ. თუ გონიათ ეს არ მოხდება, რუსები უკვე სუსში მუშაობენ. თუ ეს იცოდით საერთოდ. მუშაობენ აგრეთვე სხვა ეთნიკური ჯგუფები უკვე ჩვენს მერიებში, გამგეობებში, არ არის გამორიცხულიო ჯარსა და პოლიციაშიც მიიღებენ მათ. რა, ბურიატები თუ მოიყვანეს აქციების დასარბევად და რუსი რობოკოპები, რა გონიათ, თქვენ ინდოელებით და პაკისტანელებით არ ჩაგანაცვლებენ, რომლებიც უკვე ეკლესიასთან ჩვენს გამვლელ მრევლს დასცინიან, იმ მრევლს, რომელიც პირჯვარს იწერს ტაძართან გავლისას. აი რა ხდება უკვე და უკვე ადგილი აქვს შეტაკებებსაც. იმიტომ რომ ეს მიგრანტები ჩადიან უდიდეს მკრეხელობას და დასცინიან ჩვენს წმინდა ქრისტიანობას, რასაც არავინ შეარჩენთ მათ. აი დაუშვათ ალაჰს ან ბუდას რო დასცინო. შეგარჩენს რომელიმე მუსლიმი ან ბუდისტი, არავითარ შემთხვევაში და ჩვენ ქრისტიანები ვიზე ნაკლებები ვართ. ჩვენი რჯული არის უძველესი, რომლის ფესვებიც მომდინარეობს თავად უძველესი დროიდან. იუდაიზმმა მოამზადა გზა ქრისტიანობის დასაფუძნებლად. მართალია იუდაიზმი ასწდა ჭეშმარიტებას, მაგრამ თავის დროზე მან ბევრი რამ შეინახა თავდაპირველი რჯულისაგან, რამაც დღეს ქრისტიანობის სახით მოაღწია. და ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ ქრისტეს ქვეყანა საქართველო, რომელიც ყოველთვის სადარაჯოზე ედგა ამ ჩვენს წმინდა სარწმუნოებას, რომ ასე გავწიროთ ჩვენი უმოქმედობით. ქართველი უცხოეთში კი არ უნდა მიდიოდეს, აქ უნდა ჩამოდიოდეს. დააკვირდით თუნდაც იუდეველებს, როცა ისრაელი განსაცდელშია, ყველა ებრაელი ჩამოდის ისრაელში დასახმარებლად. რეპატრიაცია ორმაგდება მაშინ. ჩვენთან კი რა ხდება? ახლა უცხოელები დაიკავებენ ჩვენს ადგილს. საერთოდ გონზე მოდით, ქართველებო, გონზე. მათ შორის თქვენს შსს წარმოადგენლებო, ისე კარგად ჩაგანაცვლებენ პაკისტანელები და ჰამასელები, რომ ამოოხრებას ვერ მოასწრებთ, ამოსუნთქვას ვერ მოასწრებთ, რომ უკვე სხვა იქნება თქვენს ადგილას. ეს იცოდეთ.
ამიტომ დროა ხმის ამოღებისა მთელი ერის მიერ. ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს ეს უკანონობა. ჯერ ჩვენი სიწმინდეები რა დღეშია? გელათი და დანარჩენი სიწმინდეები არაფერს ვამბობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება. ცოცხალი ოკუპაცია გვიახლოვდება. ახლა კიდევ უფრო მეტი შიდამტრები შემოგვითესეს რუსებმა, რასაც სხვათა შორის ყველაზე აქტიური ხასიათი ჰქონდა 2019 წელსაც. მაშინაც მოგვისინჯეს კბილი. ახლაც გვისინჯავენ კბილს და თუ ჩვენ ხვალ მასიურად არ გავაპროტესტებთ, ამას რა 26 მაისის დღეს ვიზეიმებთ, ხალხო? არ გვაზეიმებენ არც რუსები და არც სხვა დანარჩენი მიგრანტები, თუ ახლა არ ამოვიღებთ ხმას. რუსები ჯერ რას საკეთებენ? ხო? ეს ვაიერთმორწმუნეები. ამაზე ხომ არ დავიწყებ საუბარს. ჯვარსამოფარებული ეს ეშმაკები რას შადიან და როგორ თავხედობენ. ახლა კიდე სხვებსაც მოგვიმატებენ, ოღონდ უჯრო ეშმაკებს. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე ვეწევი ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევას. და თუ ეს ვერ ვისწავლეთ ქართველებმა, ვერ ავღორძინდებით. ბიბლიაში წერია, თუ გინდა რომ არ დაიღუპო, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვი და ღმერთის გზას გახევი. და დროა ქართველებო, ღმერთის იმედი გქონდეს. თორე ქვეყანას რომ ტოებს ბევრი იმ იმედით რომ სხვაგან მოვეწყობი და აქამდე ჩემი ქვეყანა რომ არეული იყო, ვიღაც სხვა დაალაგებს ჩემს მაგივრავად, ნუ რას უკაცრავად? ღმერთმა თქვა, ხელი გაანძრიე და გეშველება. თქვენ ვიღაცების იმედი გაქვთ, მაგრამ არ ვიცი ვისი. მიგრანტების, რომლებიც გიუქმებენ ქვეყანას და ამ რეჟიმის, რომელმაც უვიზო რეჟიმი გაუხსნა ტერორისტულ დაჯგუფებებს, მაგალითად თალიბანს, პაკისტანში მყოფ ტერორისტულ დაჯგუფებებს, ახლო აღმოსავლეთში მყოფ დანარჩენ დაჯგუფებებსაც. არ არის გამორიცხული რომ ჰამასი, ჰეზბოლა, ისლამური სახელმწიფო ისინიც გვესტუმრონ აქ. ხუსიტებზე ხო არაფერს ვამბობ. როცა იემენში ყველაფერი ჩაწყნარდება. რატომაც არ ჩამოვლენ კავკასიაში რა? არ ჭირდება ტერორისტებს დამატებითი პლაცდარმი? როდესაც შენ ქვეყანაში ვიღაცა მიგრანტები ჩამოგიდის, არ შეიძლება იჯდეს სახლში. ყველამ უნდა გავაპროტესტოთ ეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ, რომ ქართული ქალაქები, სოფლები და ქართული მიწები გახდეს უცხოური. არაბი, რომელიც მცხეთაში ემუქრება ქართველს, ჩემს ნაკვეთზე ფეხი არ დადგა, თორე იქვე ჩაგმარხაო. ეს უკვე კატასტროფაა. არც მიკვირს, რომ ასე არიან გათამამებულნი, იმიტომ რომ რომელი არაბები იქცევიან აქ, იცით? ასე. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს არაბთა გაერთიანებული საამიროდან ჩამოსული არაბები, რომელთანაც ფართო კონტაქტები აქვს თანამედროვე რეჟიმს, იქაურ არაბებთან. და რომელიც აქ ასახლებს მათ. იმიტომ რომ ცნობილია, რომ იქ მიწის პრობლემაა და სოფლის მეურნეობა იქ ვერ ვითარდება. აქ კი რამდენიც გინდა. მიწაც არის კარგი, წყალიც არის, ნაყოფიერი მიწებით იყო საქართველო ყოველთვის ცნობილი და ამიტომაც გვესეოდა მტერი. როგორც იტყოდა ილია ჭავჭავაძე, თუ აქ თაფლი არ უსვია, ეს ამოხელა ბუზი ბაღდადიდან რას მოსულაო. ეს ანდაზე გაიხსენეთ ქართველებო და არ დაივიწყოთ, რომ ჩვენს მიწას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ უნდა დავთმოთ ჩვენი მიწა. არ უნდა ჩავაბაროთ ვიღაც რუსებსა და დანარჩენ გადამთიელებს. იმიტომ რომ ახლა არნახულად არის ქართველთა რიცხვი საქართველოში შემცირებული და თუ არ გინდათ რომ 2.5 წელიწადში მთლიანად გაქრეთ, ამოიღეთ ხმა. ამოიღეთ, თორე ვერაფერი ვერ გიშველით. მარტო უფლის იმედი იქონიეთ და წინააღმდეგობის. ეს საჭიროა. იმიტომ რომ ძალა ერთობასა და წინააღმდეგობაშია. ღმერთი იყოს ჩემი ერის მფარველი
და ჩვენ გავიმარჯვებთ ბრძოლა გამარჯვებამდე.